საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა დავითიანმა ბიზნეს სექტორის მხარდაჭერით საპროექტო იდეების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. გადმოეცი ქრისტიანობის 1700 წლიანი მემკვიდრეობა თანამედროვე ენით. ამ სახელწოდების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს. პროექტი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო, არაკომერციული, იურიდიული პირის სტატუსის მქონე მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და სტუდენტურ გაერთიანებებს. კონკურსი განკუთვნილია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის. მასში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. მომავალ წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე. ამასთან დაკავშირებით დავითიანმა მიიღო გადაწყვეტილება გამოეცხადებინა საგრანტო კონკურსი. კონკურსის მთავარი მიზანი არის ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება თავიანთი ენით და თანამედროვე მიდგომებით გადმოგვცენ სათქმელი, რომელიც ამ 1700 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფუნდამენტს წარმოადგენს. ეს არის ქრისტიანობის მთავარი ღირებულებები, რომელზეც დაფუძნებული არის საქართველოს ისტორია, მისი კულტურა და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი მოვლენა საქართველოში დაკავშირებულია სწორედ ქრისტიანული ფასეულობების დაცვასთან. ამას ძალიან დიდი დაფასება ჭირდება და ჭირდება ასევე თანამედროვე საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში სწორი გააზრება. ამასთან დაკავშირებით სწორედ ვფიქრობთ, რომ ნიშანდობლივი იქნება საგრანტო პროექტის საშუალებით იმეცეთ ახალგაზრდებს გამოთქვან და გადმოგცენ თავიანთი დამოკიდებულება, თავიანთი გრძნობები და თავიანთი შოლოხედვა თუ რა არის მათთვის ქრისტიანობა, რა კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაზე ამ 1700 წლის განმავლობაში ჩვენმა მთავარმა ფასეულობებმა და სწორედ ამის ხელშეწყობის და მისი განვითარებისათვის შევიმუშავეთ აღნიშნული პროგრამა. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბიზნეს სექტორს, რომელმაც გამოთქვა მხარდაჭერა და აღნიშნული ბიუჯეტი, რომელიც ამ ეტაპზე 10,000 ლარით არის განსაზღვრული, იქნება საშუალება დაფინანსდეს მინიმუმ ერთი ან მაქსიმუმ რამდენიმე პროექტი, რომელიც დაიმსახურებს შესაბამისი კომისიის მოწონებას. გვაქვს გათვლა, რომ ეს იქნება ახალგაზრდებზე, ასაკი არის 18-დან 29 წლამდე გათვლილი და ნებისმიერ სტუდენტურ გაერთიანებას, ახალგაზრდულ ორგანიზაციას თუ საინიციატივო ჯგუფს, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. ეს საპროექტო განაცხადი არის განთავსებული როგორც დავითიანის პლატფორმაზე, ისე JobsG-ზე, სადაც შეუძლიათ საგრანტო კონკურსების გრაფაში მოიძიონ აღნიშნული განაცხადი.